არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის და ეგრეთ წოდებული პედოფილიის მარეგულირებელი კანონპროექტი მთავრობას წარედგინა. Როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზრიშვილმა განაცხადა, სანქციები გამკაცრდება და არასრულწლოვნის გაუპატიურება სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ასევე შეიქმნება ბაზები, რომლებიც საშუალებას იძლევა ამ დანაშაულისთვის სასჯელ მოხდილი ადამიანების ქცევა გაკონტროლდეს. კონტროლის ფუნქცია ექნება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე კომპეტენციის ფარგლებში სხვა შესაბამის უწყებებსაც. უნდა ისჯებოდეს თუ არა პედოფილია უვადო პატიმრობით. ამ კითხვით მეგატივმა ქუთაისელ მოქალაქეებს მიმართა. უვადო პატიმრობიდან მე რომ გითხავდეს, ვინმე ხო გამოღებულია სიკვდილით დასჯა. სახალხო კოცონზე უნდა დაწვათ. მე ასე ვჯერა. პედოფილია ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იყოს მკაცრად დასჯილი. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, ძალიან უზნეო ქმედება და ვფიქრობ რომ არც ერთი პედოფილი ესეთი ხანმოკლე სასჯელის შედეგად არ გამოსწორებულა და რაც უფრო საზოგადოებისგან იზოლირებული იქნება, უკეთესია, იმიტომ რომ რამდენჯერაც მიეცემა ალბათ შანსი, იმდენჯერაც ჩაიდენს თავის ამ მსგავს დანაშაულს, ასე რომ მივესალმები რომ იყოს დასჯადი და ძალიან მკაცრად დასჯადი. უვადოა, საერთოდ ცოცხლად უნდა დაწვა მაგისანა ადამიანი. პედოფილები ვინც არიან? ისეთი ინფორმაციები გამოვიდა ახლა ხო? იმას ველურის მეტი ველურებიც არ გააკეთებენ. ახლა დასაწვავია. კასტრაცია უნდა გაუკეთო მაგათ ყველას. მე ახლა ტელევიზორიდან მოვისმინე განაცხადა და შოკირებული ვარ. მე ქართული საზოგადოება ყველა შოკირებულია განაცხადა. ჯერ რა ბევრი ჩვენ ვართ. იერი უკვე დეგრადირებისკენ მიდის. და სამწუხარო ამბავია. იყოს ბატონო უვადო პატიმრობა, ვინც მაგას შეიდენს. ქართველი იქნება თუ რუსი თუ ამერიკელი სერამნო. რასაცოცხლებელია ხა ის? ნებიერიძე. რასაცოცხლებელია, უნდა მოკლათ. მოვაწერ ხელს პირველი მე. ზოგი ამბობს რომ დაავადებაო და მკურნალობა ჭირდება. არ ვიცი ქალბატონო, რა მკურნალობაზეა საუბარი, როდესაც იჯდა ციხეში და ვერაფრით ვერ გამოსწორდა კაცი. უვადოთი რა მგონია შვილო, მაგრამ მაინც საკადრესი რაღაცა უნდა მიიღოს, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთ რაღაცა. არა აქ იმას იმდენი თუ იცის რომ სექსი გაკეთოს, იმდენიც უნდა იცოდეს ვისთან როგორ უნდა გაკეთოს. ალბათ არ უნდა იმსჯებოდეს, ვერ ცოტა რთული შეკითხვა არის, ძალიან რთული, არ ვიცი რამდენად განკურნებადი თემა არის, აქედან გამომდინარე საფრთხის შემცველი ნამდვილად არის საზოგადოებაში, ძალიან მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. ადრე ხო იყო მაგნარი ხალხი, ყველა იშებოდა სამაგალითო და მოკლებული იყო მაგნარი დანაშაული პროცენტულად. და საერთოდ მოისპოს სხვადასხვა და ეხლა მიუშვენ დაავადება თუ რაღაც არის, მიუშვენ თავისნებაზე და 1000-ნაირ რაღაცებს აკეთებენ. უვადო პატიმრობით კი რა დახრეტა უნდა. რატომ ასე მკაცრა? რატომ? არ უნდა იყოს კანონი რამე? ბავშვებიც ისე ხვთებიან, აგერ ბავშვს ვერ გაუშვებ ქუჩაში. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კანონპროექტი მალე განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება, რომლის მიზანიც მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების პრევენციაა. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.